ტერი დევისი ნინო ბურჯანაძეს დიალოგზე უარის თქმის გამო სტრასბურგიდან საყდრობს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით დიალოგზე უარის თქმა არაკორექტულია, რადგან ყველა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას. ტერი დევისი ლეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ლეგიტიმურია პრეზიდენტის უფლება მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. მე ვიყავი ოპოზიციაში დიდ ბრიტანეთში და არაერთხელ მომითხოვია პრემიერის გადადგომა, მაგრამ მას ჰქონდა თავისი გადაწყვეტილების მიღების უფლება და არასოდეს გადამდგარა, განაცხადა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე ტერი დევისმა. სიმართლეა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა დიალოგზე, განსაკუთრებით ეს ეხება პარლამენტის ყოფილ სპიკერს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. ის, რომ ისინი მთავრობას არ ესაუბრებიან, არასწორია და ამის გამო ბევრჯერ არ შედგა დიალოგი. უკეთესია საკუთარი აზრი მაგიდასთან გამოხატო, ვიდრე ქუჩაში. რაც შეეხება მათ მოთხოვნას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შესახებ, მეც ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითხოვდი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მაგრამ მას ეს არასოდეს არ გაუკეთებია. ასე რომ ეს ოპოზიციის ლეგიტიმური მოთხოვნაა, რომელიც შეუძლია წამოაყენოს.